რაზეც კდებიან ბოღმით ქოცები და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით. მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დაუტოვეს საქართველოს როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით 2008 წელს საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მიუტოვებია ხალხი განსაცდელში. რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელებთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები წერს სააკაშვილი. საკითხს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ფაქტის კონსტატაცია გახავთ, როგორც ზელენსკისთან დაკავშირებით იყო მოწოდება, რომ დაეტოვებინა კიევი და არ დატოვა და გადარჩა უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის კი არა, მთლიანად სუვერენიტეტის სრულდათმობას, ისე მოხდა საქართველოს შემთხვევაში, ხო? გადარჩა ქვეყანა სუვერენიტეტის სრულ დაკარგვას, ხო? იმიტომ რომ რუსული ტანკები იყო მომართული თბილისისკენ და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდეს დაეტოვებინა თბილისი საკუთარი პირადი უსაფრთხოების გამო, თუმცა მან პირადი უსაფრთხოება გაწირა ქვეყნის ინტერესებისთვის და ბოლომდე იბრძოლა ქართულ ჯართან, ქართულ სახელმწიფოსთან და ჩვენ პარტნიორებთან ერთად. მე არ ვისაუბრია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ქვეყანაც ომში იყო ჩართული და რეალურად მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დაბომბვა გორის და მთლიანად შიდა ქართლის რეგიონის და ყოფილი ასე ვთქვათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის, რომ იქ ეთქვას პრეზიდენტისთვის, რომ დატოვე შენ ქვეყანა და საკუთარი ხალხი, მებრძოლები, ჯარისკაცები დატოვე ესე მარტო. ეს ძალიან არასერიოზული განცხადება არა. აბა თქვენ რა გონიათ ახლა რომ უნდა დაეტოვებინა და რო არ დატოვა ეს გმირობის ტოლფასია ვალდებული იყო დიახაც რო არ დაეტოვებინა ქვეყანა, არ დაეტოვებინა დედაქალაქი და უნდა ყოფილიყო აქ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის სახელი და გვარები მათი გუნდიდან, რომელთაც ზოგს ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი საქართველოსთან წასვლისთვის და ზოგი საბაჟოებზე გადადიოდა 2008 წლის დღეების პერიოდში, როდესაც მათ გამოაცხადეს თვითონ რომ თითქოს რუსეთის ჯარი მოდიოდა თბილისისკენ და მათი პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც ამბობდა, რომ თურმე ბარებით, თოხებით შეიარაღებული უნდა ყოფილიყვნენ ქართული საზოგადოება და ისე დახვედროდნენ რეალურად მტერს. და ასევე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა და დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და დღევანდელ დღეს ის საქართველოს მოქალაქე არ არის. სრუპენტელა არის ეს ადამიანი ელემენტარულად. რუსეთის ფედერაციას იმ კონკრეტულ მომენტში რომდებოდა აგრესიის მასშტაბის გაფართოება, ამას გააკეთებდა, იმიტომ რომ მთავარსარდალი იყო დამალული და დემორალიზებული. ჯარი მან დატოვა მართვის გარეშე და მან აგრეთვე მიატოვა ფრონტის ხაზი, მიატოვა ის დაჭრილი და დახოცილი ჩვენი მებრძოლები და იყო ასე ვთქვათ რამ მდგომარეობაშიც იყო მთელი მსოფლიო უყურებდა. ეს არის მისი მორიგით სრუპენტელობა, მისი ასე ვთქვათ აი ამ დამანგრეველი პოლიტიკის ეხლა იმით გამართლება, რომ თბილისში შემოვიდოდნენ, მე რომ მაგრად არ დავდგარიყავი.